ისრაელში შემდეგი არჩევნების მოლოდინში, რომელიც უნდა ჩატარდეს ოქტომბრის ბოლომდე, თუმცა შეიძლება უფრო ადრე გაიმართოს. ეხლა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ახლახან გააზიარა ვიდეო ამ საღამოს მნიშვნელოვანი ადგილობრივი საფეხბურთო მატჩის წინ, რომელიც გაიმართება ჰაპოელ ბერშევასა და ბეითარს შორის. იერუსალიმი ასევე აჩვენებს თავის საფეხბურთო უნარებს, ხუმრობს იმაზე, რასაც თავად უწოდებს რთულ არჩევანს ისრაელის დედაქალაქსა და ნეგევის დედაქალაქს შორის. ასევე უარს ამბობს თქვას, ვის ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს. შეხედეთ. რას ფიქრობთ დღევანდელ თამაშზე? ვაუ, რთული არჩევანია ისრაელის დედაქალაქსა და ნეგევის დედაქალაქს შორის. ამბობენ, რომ ერთს უპირატესობას ვანიჭებ, მაგრამ არ ვიტყვი რა არის. მეტი ინფორმაციისთვის მოხარული ვარ სტუდიაში მივესალმო პოლიტიკის ანალიტიკოსი გილ ჰოფმანი. გილ, კიდევ ერთხელ მადლობა რომ სტუდიაში ხარ. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც გარკვეულ ყურადღებას იპყრობს ჯანმრთელობის მხრივ, რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც საჯაროდ გამოაცხადა, რომ წარმატებით ჩაუტარდა პროსტატის კიბოს მკურნალობა. მაგრამ ბევრს აინტერესებდა და კითხულობდა, როგორ გამოიყურებოდა ის, როდესაც ცოტა ხნის წინ 60 წლისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოჩნდა. ამავე დროს, ეხლახან ნახეთ, როგორ უთხრამდა ფეხბურთის ბურთს. რას ფიქრობთ, როგორ არის ეხლა პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის მხრივ? რა შთაბეჭდილება გაქვთ? ხო, ნეთანიაჰუ კარგად არ გამოიყურებოდა, რადგან მან ინტერვიუ მაკიაჟის გარეშე ჩაწერა. ინტერვიუ, რომელიც 1 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. და 1 საათზე მეტი ინტერვიუ ყველასთვის რთულია, დამიჯერეთ. მაგრამ მან ასევე სპეციალურად გამოაქვეყნა ისეთი ვიდეოები, როგორიც თქვენ ახლახან აჩვენეთ საფეხბურთო ბურთით, რათა აჩვენოს, რომ სრულ ჯანმრთელობაშია, მიუხედავად იმისა, რომ 76 წლისაა და ძალიან დატვირთული კარიერა აქვს. მაგრამ თუ არჩევნები ოფიციალური თარიღიდან 27 ოქტომბრიდან სექტემბერში გადაიწევს, ეს მის დაბადების დღემდე იქნება, რომელიც 21 ოქტომბერს. ასე რომ შეიძლება ეს მის სასარგებლოდ იყოს. დიახ, ნამდვილად ასე იქნებოდა. და ეს არჩენს კითხვებს იმის შესახებ, როდის ჩატარდება არჩევნები. და ცხადია, არსებობს ეს კანონპროექტი ოპოზიციის მხრიდან ქნესეთის დაშლის შესახებ. მაგრამ თქვენს წინ წერილია, რომელიც მიუთითებს, რომ ოპოზიცია არ არის ერთადერთი მხარე, რომელსაც სურს პარლამენტის ამჟამინდელი დაშლა. რას ფიქრობთ თქვენ? რას გვეტყვით ამ დოკუმენტზე, რომელსაც ეხლა ხელში გიჭირავთ? დიახ, ბენიტა, დღეს ძალიან დრამატული დღე იყო, რადგან დღეს დეგელა თორას პარტიის ლიდერმა, რომელიც გაერთიანებული თორას იუდაიზმის ლიტური ფილიალია, შეკრიბა თავისი ქნესეთის წევრები. ის გაბრაზებული იყო იმაზე, რომ ნეთანიაჰუმ დაარღვია დაპირება და არ წამოაყენა კანონპროექტი, რომელიც დაეხმარებოდა ულტრაორთოდოქსებს ჯარში სამსახურის თავიდან აცილებაში ამ ქნესეთის სესიაზე. და მან უთხრა მათ, რომ დროა წავიდნენ. წერილში წერია, რომ ის აღარ ენდობა ნეთანიაჰუს. და ეს მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მთავრობის დაშლა ერთი თვით ადრე, ცოტა ადრე. თუმცა ეს შეიძლება ნეთანიაჰუსაც დაეხმაროს, რადგან მას შეუძლია თქვას, მე წინააღმდეგობა გაუწიე ულტრაორთოდოქსებს. მე არ მივეცი მათ უფლება თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის. და ეს შეიძლება პოპულარული იყოს მისი ლიკუდის ამომრჩევლებში. და ყველას ეძლევა თავისი სიტყვის თქმის შესაძლებლობა. ულტრაორთოდოქსებს ეყოლებათ ვიღაც, ვისაც დააბრალებენ კანონპროექტის ჩაგდებას. მოგვიანებით გაჟონა ინფორმაციამ, რომ რაბი ლანდაუმ ნეთანიაჰუმ მოტყუებლად და მატყუარად მოიხსენია. და შეიძლება საბოლოოდ ისე მოხდეს, რომ თავად ნეთანიაჰუმ გადმოიტანოს არჩევნები უფრო ადრე. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აქ i24 News English-მა ებრალად გაავრცელა ინფორმაცია. თუ ვინმე აპირებს მის ჩამოგდებას, სწორედ ის იქნება, ვინც მათ აჩვენებს. მე გადავწყვეტ, როდის შეიძლება იყოს არჩევნები. და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მომავალ კვირას ქნესეთის დაშლის კენჭისყრა მისმა ლიკუდმა წამოიწვოს. მაგრამ ეს როგორ დაეხმარება მას? ეს შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდეს. არ ვიცი, არსებობენ თუ არა ისრაელები, რომლებიც ვერ არჩევენ ოქტომბერსა და სექტემბერს შორის განსხვავებას. და არ ფიქრობენ, რომ ოქტომბერი სექტემბრის შემდეგ მოდის. მაგრამ ალბათ არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ. და თუ არჩევნები ჩატარდება 1 სექტემბერს და 15 სექტემბერს, 15 სექტემბერს, რაც არის 2 დღეში, Rosh Hashanah's შემდეგ, ეს ძალიან კარგი დროა ულტრაორთოდოქსებისთვის, რომ მეტი მათი მხარდამჭერი მივიდეს არჩევნებზე. ისინი მისი ბლოკის წევრები არიან. ეს შეიძლება დაეხმაროს ნეთანიაჰუს, რომ მის ბლოკს მეტი ხმა მოუტანოს. მართლა ასე ჩანს. თითქოს სტრესულ უფრო ვითროვდება, როცა ხედავ როგორ გამოდიან სხვადასხვა პარტიები განცხადებებით. ვიცით, რომ იაირ ლაპიდი დღეს საღამოს გამოვა სიტყვით. კიდევ რა ხდება? რას გვეტყვით ოპოზიციის ნაბიჯებზე ამ მომენტისთვის? აქედან პირდაპირ ჩრდილოეთით ამ გზაზე, თელბის გამოფენის ტერიტორიაზე ტარდება
ლაპიდისა და ბენეტის ახალი ერთად პარტიის პრეზენტაცია. ლაპიდმა უკვე ისაუბრა. ბენეტი კი ამ წუთებში სიტყვით გამოდის. და მის შესავალ სიტყვაში, რომელიც ჩემმა წყაროებმა მომაწოდეს პარტია ერთადთან, ლაპიდმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაივო მან ცხვერპლი, რათა ისრაელის ხალხისთვის იმედი მოეტანა. და რომას ჯერა ბენეტის, რომ ბენეტი უნდა იყოს ლიდერი, რისით მათ მისგან ბევრს ნიშნავს. ის ამჟამად ოპოზიციის ლიდერია. ასევე აღნიშნა, რომ დღეს ლაპიდის ცოლის და ბენეტის ცოლის დაბადების დღეა. ეს ნამდვილად საინტერესო ინფორმაცია. მინდა დავბრუნდე იმ მთავარ საკითხზე, რაზეც საუბრობდით ბენიამინ ნეთანიაჰუს ჯანმრთელობასა და ასაკზე. როდესაც თქვენ საუბრობდით ეკრანზე, ვიხილეთ ნაფტალი ბენეტი, მისი ყველაზე დიდი მეტოქე, ასე ვთქვათ, როგორც პოტენციური მომავალი პრემიერ-მინისტრი. ის 54 წლისაა. აქვს ამას მნიშვნელობა ამ მომრჩევლისთვის ამ ეტაპზე. გამოცდილება ახალგაზრდობისა და შესაძლოა ახალი ენერგიის წინააღმდეგ ამ ეტაპზე. კარგი, აქ მოსვლისას ლიკუდის უბნებში გავიარე და იქ იყო ბანერები ბენეტის სურათით, რომლებზეც ეწერა: ნამდვილი ლიკუდნიკები ბენეტს აძლევენ ხმას. ის ცდილობს თავი წარმოაჩინოს როგორც ნეთანიაჰუს უფრო ახალგაზრდა ვერსია, როგორც ადამიანი, რომელიც ასევე იცის, როგორ ესაუბროს მსოფლიოს და ისეთივე მემარჯვენეა, როგორც ნეთანიაჰუ, რათა ალტერნატივა შესთავაზოს. ეს სტრატეგია, რომლის ბედიც არჩევნების დღეს გადაწყდება. ნახავთ იმუშავებს თუ არა. ჩვენ ნამდვილად ყველა დავაკვირდებით, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი და ისეთი შეგრძნებაა, რომ მომდევნო თვეებში კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება ყველაფერი. გილ ჰოფმანი, პირდაპირ ეთერში სტუდიიდან. დიდი მადლობა, რომ აქ იყავით თქვენი წერილებითა და განახლებებით. ვაფასებ, რომ აქ იყავით მიმოხილვაში.